ჩვენ პარლამენტში ვეძებდით სკანდალში გახვეულ დეპუტატებს, თუმცა ისინი საკუთარ სამსახურში ჯერჯერობით არ გამოჩენილან. ირაკლი ზარქვა არ იმყოფება პარლამენტში, ის არ არის საკუთარ სამუშაო კაბინეტში, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აბუ-დაბის ინციდენტის აბსოლუტურად ყველა მონაწილე უკვე არის საქართველოში. თუმცა ირაკლი ზარქვა თავად ლაშა გაბიტაშვილმა გადაარჩინა, ვინაიდან გაბიტაშვილმა არ მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ, ამიტომაც ქართული ოცნების დეპუტატები ქვეყანაში დაბრუნდნენ და ამ სკანდალს გამოექცნენ მხოლოდ სოლიდური ჯარიმების სანაცვლოდ. ქართულმა ოცნებამ ირაკლი ზარქვასთვის და სხვა დეპუტატებისთვის დიდი ფინანსური ჯარიმა გადაიხადა და სწორედ ასე მოახერხეს მათ ამ სკანდალიდან გამოქცევა. ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან, დაბრუნდნენ აბუ-დაბიდან და როგორც ცნობილი ხდება, ქართული ოცნება მაქსიმალურად იყო ჩართული ამ ადამიანების საქართველოში დაბრუნებაში, მათ შორის დიპლომატიურ კონტაქტებს იყენებდნენ აქტიურად და ჰქონდათ მოლაპარაკებები, რომ ზარქვა და დანარჩენები დაბრუნებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიდი რაოდენობით სოლიდური ჯარიმა გადაიხადეს, უკვე საქართველოში იმყოფებიან, თუმცა მთელი დღის განმავლობაში არც ერთი მათგანი დღეს საკუთარ სამსახურში არ გამოჩენილა. ირაკლი ზარქვა არის? ირაკლი ზარქვა არ არის. როდის ესაუბრეთ? კარგი. როდის ესაუბრეთ? როდის ესაუბრეთ ბოლოს ირაკლი ზარქვას? საქართველოში დაბრუნდა თუ არა? რა იცით, რა შეგიძლიათ გითხრათ ორი სიტყვით? თქვენ გინდათ თუ ჩემ და ზარქვას შორის არსებული ის გითხრათ პირადი ისა მიმოწერა თუ საუბარი? ვერ გეტყვით. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ მანამდე მქონდა მასთან ურთიერთობა. მასთან მქონდა არაერთხელ კომუნიკაცია, მათ შორის იმიტომ რომ მე თვითონაც იმ ქვეყანაში იმყოფებოდი რაღაც პერიოდის განმავლობაში, როცა ეს მოვლენები ხდებოდა. მას შემდეგაც ჰქონდა ჩვენ სატელეფონო საუბრები მასთანაც, სხვა ადამიანებთან, რომელიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც. ამ კერძო საუბრის შინაარს ვერ გეტყვით. ზემ ინფორმაციით ისინი ყველა მათგანი საქართველოში იმყოფება უკვე. ირაკლი ზარქვა საქართველოს პარლამენტში დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე არის და სწორედ ამ თანამდებობას იკავებს ის საქართველოს პარლამენტში და მის მთავარ ფუნქციას წესით წარმოადგენს სწორედ დიასპორასთან საზღვარგარეთ მცხოვრებ და მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაცია, მათი დახმარება და ასე შემდეგ. თუმცა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე პირველივე ქვეყნიდან გასვლის დროს დიდ სკანდალში გაეხვა, ფიზიკური დაპირისპირება და შეურაცხყოფები მიაყენა მან საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს. აბუ-დაბის სკანდალს ირაკლი ზარქვა იმით გადაურჩა, რომ თავად ლაშა გაბიტაშვილმა მის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაიხადეს სოლიდური ჯარიმები. ისინი ახლა უკვე საქართველოში იმყოფებიან, ჯერჯერობით პარლამენტში არ გამოჩენილან და საინტერესო არის, როდის გამოჩნდებიან ისინი მედიასთან და რა იქნება ირაკლი ზარქვას და მისი მეგობრების პირველი კომენტარები აბუ-დაბის სკანდალთან დაკავშირებით.